საღამოშიდობის ვიფოსო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სრულიად განსხვავებული ფორმატის იქნება. იგი ეძღვნება იმ დიდებული ადამიანის ხსოვნას, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ხელოვნებისა და კულტურის საგანძურში. ქართული ფოლკლორის მოამაგისა და გამოჩენილი მოღვაწეს, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას. როცა ვიხსენებთ იმ უამრავ უნიკალურ და საშვილიშვილო ქართულ საქმეებს, რისი განხორციელება შეძლო ბატონმა ანზორმა, ძნელია დაიჯერო, რომ ეს ერთმა კაცმა ერთი სიცოცხლის მანძილზე მოახერხა. ამ უაღრესად მრავალმხრივ შემოქმედზე საუბარი უპირველეს ყოვლისა მინდა იმ ფასდაუდებელი ღვაწლით დავიწყო, რასაც ქართველი ახალგაზრდების შემოbrunება ქვია ხალხური სიმღერისკენ. ტიტანური შრომის ფასად ქართული ფოლკლორისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში მან ჩამოაყალიბა ცნობილი ანსამბლი მართვე და ათასობით ბავშვს შეასწავლა და სამუდამოდ შეაყვარა უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. სასიხარულოა, რომ ამ უაღრესად საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები დღეს უკვე ჩამოყალიბებული ოსტატები აგრძელებენ და ახალ თაობებს ზრდიან. ეს არმია ჭეშმარიტ ტრადიციულ ფასეულობებზე აღზრდილი ახალგაზრდებისა ჩვენ და საბედნიეროდ დღითი დღე იზრდება და მატულობს. ანზორ ერქომაიშვილი ეპოქალური მასშტაბის პიროვნებაა. ღვაწლი, რომელიც მას მიუძღვის ქართული სიმღერა გალობის აღორძინების საქმეში, მართლაც ისტორიულია. როგორც დიდი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. და ეს მკაფიოდ ჩანს ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების შემდგომ. ის შემოქმედებითი გზა, რომელიც მან გაიარა, გამარჯვებებით იყო ახსავსე და მისი წასვლის შემდგომ ეს გამარჯვების გზა საბედნიეროდ გრძელდება. ამის მკაფიო დასტური გახლდათ ის საოცარი კონცერტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ შედგა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში. რომში, მარადილ ქალაქში, ქართველმა მუსიკოსებმა მთელი მსოფლიოს წინაშე ნათლად წარმოაჩინეს ქართული სიმღერა გალობის მარადიულობა. მისი გაუხუნარი, წარუმატებელი ესთეტიკური ღირებულება და ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა. და აი ამ ყველაფერში ანზორ ერქომაიშვილის დიდი მადლი იყო. ვინაიდან ვატიკანში სიქსტის კაპელაში მდგომი შესანიშნავი მუსიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილები არიან. მის გვერდით დაფრთიანებული დღეს უკვე უმაღლესი დონის პროფესიონალები. ეს იყო ანზორ ერქომაიშვილის მორიგი უდიდესი შემოქმედებითი გამარჯვება საერთაშორისო მასშტაბით.
გასული საუკუნის 60-იანი წლების საკონცერტო შემსრულებლობაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ანსამბლმა გორდელამ, რომლის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი გახლდათ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მასთან ერთად გორდელას სახელს ქმნიდნენ კუკური ჭოხონელიძე, გომარ სიხარულიძე, თემურ ქემხიშვილი, ბადრი თოიძე, თამაზ ანდღულაძე, თამაზ პავლოვი, აბიკო დანელიანი და სხვა უნიჭიერესი მუსიკოსები. სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად უნდა აღინიშნოს ის, რომ სწორედ გორდელამ შეძლო პირველად ქართული საგალობლის ატანა პროფესიულ სცენაზე. და იმ თაობის არაერთ წარმომადგენელს დღემდე ახსოვს საკმევლის სურნელით გაჟღენთილ კონსერვატორიის მცირე დარბაზში აჟღერებული უნიკალური ქართული საგალობლები. შენ ხარ ვენახი, რომელნი ქერუბიმთა, წმიდა ღმერთო და სხვა. და ეს მაშინ, როდესაც არამც თუ საგალობლის საჯარო შესრულებისთვის, ეკლესიაში უბრალოდ შესვლისა და სანთლის ანთებისთვისაც კი ხალხს დევნიდნენ, სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ და ცხოვრებას უნგრევდნენ. ბატონი ანზორი საოცრად მრავალმხრივი მოღვაწე გახლდათ და ამას თავისი მკვიდრი საფუძველი ჰქონდა. მისი მამულიშვილური საქმიანობა განსაზღვრა ერქომაიშვილების უნიკალურმა, სულ მცირე 300 წლიანმა მუსიკალურმა დინასტიამ. ამ დინასტიაში შედიოდნენ დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ლოტბარები და მომღერლები. ბატონი ანზორის დიდი ბაბუა გიგო ერქომაიშვილი. მისი ვაჟი, ბატონი ანზორის გამზრდელი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი. არტემის ძმები, სახელოვანი მომღერალ-მგალობლები, ლადიკო და ანანია ერქომაიშვილები. ბატონი ანზორის მამა, სულ ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი უნიჭიერესი მომღერალი დათიკო ერქომაიშვილი და მრავალი სხვა. მათ განსაზღვრეს არა მხოლოდ გენეტიკური მუსიკალური ნიჭიერება ანზორ ერქომაიშვილისა, არამედ მისი სულიერი სამყარო, მიზნები, იდეალები, მისწრაფებები. ბატონ ანზორს ჩვეული თავმდაბლობით ხშირად უთქვამს, თუ რაიმე კარგია ჩემში, ეს ბაბუა არტემის დამსახურებაა, ხოლო რაც კი ცუდია, ყველაფერი ჩემით მაქვს შეძენილიო. ხშირად უყვარდა ხოლმე მართლაც სწორუპოვარი ლოტბარის, არტემ ერქომაიშვილის სიტყვების მოხმობა. თუ გინდა სიმღერა გადარჩეს, იგი ბავშვებს უნდა შეაყვარო და მათ გადასცეო. და აი ეს ფრაზა ანზორ ერქომაიშვილმა თავისი ცხოვრების კრედოდ აქცია და ხორცს შეასხა გასული საუკუნის 70-იან წლებში ბავშვთა ანსამბლ მართვეს დაარსებით. ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა მთელი საქართველოსთვის სასიქადულო და საამაყო ანსამბლი რუსთავი, რომელიც მან როგორც ანსამბლის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ქართული ხელოვნების კიდევ ერთ ლეგენდასთან, ბატონ ფრიდონ სულაბერიძესთან ერთად 50 წლის განმავლობაში ტრიუმფალური გზით ატარა. 80-ზე მეტ ქვეყანაში, სოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა ბერლინის დიდი საკონცერტო დარბაზი, ვენის ფილარმონიული დარბაზი, ბროდვეის თეატრალური სცენები, მილანის ლასკალა, პარიზის ოლიმპია, ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლი და მრავალი სხვა, ანსამბლმა რუსთავმა უმაღლეს დონეზე გაიტანა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელი. ეს გახლდათ ქართული ტრადიციული ხელოვნების დიდების ნახევარსაუკუნოვანი გზა, რომლის არც ერთ ეტაპზე, არც ერთი ფორმაციის დროს ანსამბლ რუსთავს იოტისოდენა ჩავარდნაც კი არ ქონია და რასაკვირველია, ეს გახლდათ პირველ რიგში ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება.
წარმოუდგენელი იყო ბატონი ანზორის შრომის უნარიანობა და შრომის მოყვარეობა. იგი წვდებოდა ყველას და ყველაფერს. ახერხებდა მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა როგორც საერთაშორისო პროექტების, ისე რეგიონალური ანსამბლებისა თუ თბილისში მოქმედი კოლექტივებისადმი. როცა სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ეთნომუსიკოლოგი სიმჰა არომი ანზორ ერქომაიშვილის სარედაქციო საგამომცემლო საქმიანობას გაეცნო და ნახა ის უმნიშვნელოვანესი გამოცემები, რომელთა სათავეში სწორედ ბატონი ანზორი იდგა, განცვიფრებულმა ბრძანა. დიდი კვლევითი ინსტიტუტი ვერ გაწვდება იმას, რაცაც ეს ერთი ადამიანი ახერხებსო. ბატონ ანზორს უნიკალური პიროვნული თვისებები გამოარჩევდა. იყო იშვიათად თავმდაბალი, კეთილშობილი, დარბაისელი, თბილი, ყურადღებიანი, დამთბობი და იმავდროულად საოცრად პრინციპული, თანამიმდევრული, შემტევი, როდესაც საქმე ქართული ხალხური სიმღერისა და ზოგადად ეროვნული საქმის დაცვას ეხებოდა. ერთი ასეთი საყვარელი გამოთქმა ჰქონდა: თუ გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა, ხოლო თუ დაიჯერე, უბედურებაო. ანზორ ერქომაიშვილი განსაცვიფრებლად უნივერსალური პიროვნება იყო. მას ხელეწიფებოდა ყველაფერი, თანაც უმაღლეს დონეზე. ის იყო საუკეთესო ლოტბარი, ვისთანაც კი ოდესმე მომწევია ურთიერთობა და მუშაობა. იმავდროულად ის გახლდათ საუცხოო მომღერალი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მომღერლის ამპლუაში იშვიათად წარმოაჩენდა ხოლმე და მხოლოდ მაშინ წამოწევდა წინაპლანზე, როცა ამის აუცილებლობა დადგებოდა. არადა ბატონი ანზორი ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი ურთულესი პარტიის, გურული ბანის სწორუპოვარი შემსრულებელი გახლდათ.
თუ ვინმე სურს დარწმუნდეს ამაში, საკმარისია მოისმინოს უნიკალური. დღეს უკვე ოქროს ფონდის კუთვნილებად ქცეული ჩანაწერები, სადაც ანზორ ერქომაიშვილი გურული სიმღერის კიდევ ორ დიდ ოსტატთან, ტრისტან და გურის სიხარულიძეებთან ერთად ტრიოში მღერის გურული კონტრასტული პოლიფონიის ურთულესი ნიმუშების საოცარ ვარიანტებს. ბატონი ანზორი გახლდათ ავტორი და წამყვანი საუკეთესო ქართული ფოლკლორული სატელევიზიო გადაცემებისა, რომელთაც განსაზღვრეს მთელი თაობების მუსიკალური გემოვნება. გააღვივეს სიყვარული და ინტერესი ქართული ხალხური შემოქმედებისა და ტრადიციული სასიმღერო რეპერტუარის მიმართ. ის იყო საუკეთესო რესპონდენტი, ვისთანაც კი ოდესმე მისაუბრია, როგორც ფოლკლორული გადაცემის წამყვანს. ბატონ ანზორს თანაბრად გამოსდიოდა როგორც წერა, ისე საუბარი და ორივე მიმართულებით უაღრესად საინტერესო და დამაჯერებელი გახლდათ. კარგად მახსოვს ძალიან, აი ბუხართან ვიჯექით. ბუხარი არენთო, მაგრამ იქ ვიჯექით მე და ბებია და ჩვენს მოპირდაპირე მხარეს იყო ფარდაკი კედელზე ჩამოშვებული. გიგო ტაღზე იწვა და უძრავად იწვა, ხმას არ იღებდა. ასე იყო დაახლოებით 1 თუ 2 საათამდე მძიმედ სუნთქავდა. დაახლოებით 2 თუ 3 საათი იქნებოდა ღამის ლამპის შუქზე გამოჩნდა რომ უცბად გიგომ ხმა მოიღო. და ხმა მოიღო როგორ იცით? აი ჯანსაღი, ნამდვილია ესეთი ხმა როგორც ადრე ჰქონდა ხოლმე. გამარჯობა გიორგი შენიო უთხრა. მე შემეშინდა ახლა ვისელაპარაკება და ბებიას მივეკარი. პატარა ბავშვი ვარ. ალბათ იქიდან უთხრა გაგიმარჯოს. კაცო, არაქცხვენიაო, როგორ მიმატოვეთო ამდენ ხანსო, უთქვენოთო ხომ იციო, მე თქვენ რომ წახვედით, მე სიმღერა აღარ მithქვამს მე. ახლა მივხვდი რომ ბებიამ თქვა, ხედავსო, უკვე ლანდები ეჩვენებაო მისი მომღერლების. პირველად მისი ანსამბლის მომღერლები მოეჩვენა. და ხელებით ელაპარაკება ესეთი მახსოვს მისი ჟესტიკულაცია ეუბნებოდა კაცო სათითაო გიორგი გაგიმარჯოს, გიორგი იობიშვილს მიესალმა, შემდეგ ნანიკო ბურძგლას მიესალმა, აქეთ სულ ჩამოთვალა მისი ანსამბლის წევრები, არც ერთი აღარ იყო ცხადია ცოცხალი და შენ აქ რა გინდა იულიანე უცბად უთხრა იულიანე კეჭაღმოძეს. ჩვენი დიდი კომპოზიტორის სოსო კეჭაღმოძის წინაპარს, პაპას. ხო და შენ აქ რა გინდაო? იქ არ დაგტოვეო კაცო. საინტერესო რაღაცა უნდა გიამბოთ. ერთი კვირით ადრე სანამ გარდაიცვლებოდა, გარდაიცვალა იულიანე კეჭაღმოძე. და გიგომ არ იცოდა, იმიტომ რომ არტემ ბაბუამ დაუმალა გიგოს გული ეტკინებაო და არ უთხრა რომ იულიანე გარდაიცვალაო. და ახლა ხედავს რომ იულიანე ნახა იქა და შენ აქ რა გინდა იულიანე მე ხო დაგტოვე, მაშინ მართლა შეგვეშინდა, შემეშინდა ძალიან. ეს იყო მართლა მისტიკა არა? რა თქმა უნდა. და იულიანეს ასაკში იყო 94 იულიანეს კი იულიანეს ასლამდე იყო ისიც მიღწეული ხო და იულიანეს რო შეხვდა ილაპარაკეს რაღაცა და ვადი ერთი სიმღერა თქვათო უთხრა და თვითონ დაიწყო სიმღერა გიგომ დაიწყო სიმღერა და მივხვდი მე პატარა ბიჭი ვიყავი მაგრამ მისგან ნასწავლი ეს სიმღერა ვიცოდი ხო და მას ესმოდა იმათი ხმები ეთყობა უკვე გადაერთო იმათთან და გიგომ დაიწყო და პირველი ხმა და მოძახილი და ბანი
სხვა მოუთხრეს იქა და გიგომღეროდა თავის ხმას ბოლომდე ჩავიდა. ხო და გადაიხარხარა თქვა რომ თქვენ გენაცვალეთ აი თქვენ შემდეგ მე სიმღერა ასე არ მithქვამს უკაც. რა კარგიაო რომ შეგხვდითო ახლა კიდე ის ქნა არ აღწვენია თუ დამტოვეთ ამდენი ხანიო. მე როგორ ჩანს ვიღაცამ კითხა რომ არტემიო სადაო? ო არტემიო დავტოვე მეო ჯერ არ სალია იმას ვერ წამოაო და კაიხნის მეო უთხრა რომ 20 წელი მაინც არ ცალია უთხრა 20 წელი დაჭირდებაო არტემის საქმე აქვს ბევრი. შემდეგ გააგზავნა საინტერესო რა არის რომ გამოთვალე ზუსტად 20 წელი გამოდის 67-ში გარდაიცვალა არტემი ხო ესეც მისტიკაა ცხადია თანდათან ხმა შეუსუსტა და დაამთავრა სიმღერა და გაჩვენდა გიგო გარდაიცვალა უბებიან თქვა მივიდა და ხელები დაუკრიფა გულზე ბატონი აზორი უდიდესი ავტორიტეტი გახლდათ მას განსწავლულობასა და უნიკალურ გამოცდილებასთან ერთად ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება ღრმა და კომპლექსური ცოდნა ყველაზე საიმედო წყაროდ ცხადია სწორედ ანზორ ერქომაიშვილი მიგვაჩნდა ყველას და საუკეთესო და პირუთვნელ შემფასებლადაც ის გვეგულებოდა 10 წლის წინათ აქ ტელეიმედის დილის ეთერში გადიოდა ჩემი საავტორო გადაცემა ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე პირდაპირ ეთერის დაწყებამდე 1 წუთით ადრე აღმოვაჩინე რომ გადამავიწყდა სახელწოდება იმ საგალობლისა რომელსაც 1914 წლის უნიკალური საარქივო ჩანაწერებიდან ვიყენებდი და რაც წინა ღამეს ჩემივე ხელით დამონტაჟებულ სიუჟეტში მქონდა შეტანილი უცბად ამომივარდა გონებიდან არა მხოლოდ საგალობლის დასახელება არამედ გუნდი რომელიც მას ასრულებდა აღარც დრო მრჩებოდა სამონტაჟოში გასასვლელად და გადასამოწმებლად და აი ამ ექსტრემალურ ვითარებაში მაშინვე ამოტივტივდა გონებაში ბატონი ანზორი ავტომატურად ავკრიფე მისი ნომერი და დავრეკე საბედნიეროდ მაშინვე აიღო ტელეფონი და ჩვეული თბილი ხმით მიპასუხა გამარჯობა ჩემოგია როგორ ხარ მე მოუბოდიშე ბატონო ანზორ უკაცრავად ძალიან ცოტა დრო მაქვს ნახევარ წუთში პირდაპირ ეთერში შევდივარ საგალობლის მელოდია მახსოვს 900-იანი წლების დასაწყისი საარქივო ჩანაწერებიდან და ხომ ვერ გამახსენებს სახელწოდებას და გუნდს რომელიც მას ასრულებს მეთქი და იქვე წაუმღერე ზეპირად საწყისი ფრაზა წამით გაირინდა და მტკიცე ხმით მითხრა სამციშვილის გუნდი 1909 წლის ჩანაწერი გავთიშე ტელეფონი და პირდაპირ ეთერში ეს ინფორმაცია ვთქვი, რომელიც ხადია სიმართლე იყო, რადგან ის ანზორ ერქომაიშვილმა მომაწოდა. ზუსტად ვიცოდი რომ სიმართლე იქნებოდა, რადგან ბატონი ანზორი უტყუარი და სანდო იყო, როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში. განსაკუთრებული ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება უცხოეთის არქივებში დაცული ქართული ხალხური სიმღერების უნიკალური ჩანაწერების მოძიების, შეკრებისა და საქართველოში ჩამოტანის საქმეში. ის იყო იშვიათი დიპლომატი, რომელიც ახერხებდა საბჭოთა კავშირში, რკინის ფარდის პირობებში უდიდესი ქართული საქმის კეთებას. ყველასთან პოულობდა საერთო ენას. ჰქონდა იშვიათი პიროვნული ხიბლი, რომლის წყალობითაც ძალდაუტანებლად, თითქოს თავისთავად გვარდებოდა ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები. ბატონ ანზორს ზოგადად უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა შექება. მაგრამ განსაკუთრებით ერიდებოდა, როდესაც ისმენდა პარალელებს მასსა და ექვთიმე თაყაიშვილს შორის. არადა ეს ასოციაცია ბუნებრივად ჩნდებოდა და თითქოს ზედაპირზე იდო მსგავსება ამ ორ დიდ მოღვაწეს შორის. ორივე მათგანმა ურთულეს პირობებში მოახერხა ეროვნული საგანძურის უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება. ორივეს გამოარჩევდა უანგარობა და თავდადება ეროვნული საქმის მსახურებაში. 2001 წლის 18 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარებათა ისტორიაში. ამ დღეს იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა აღიარა კაცობრიობის არამატერიალური კულტურის შედევრად. ამ უდიდეს წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს.
სწორედ მან წარადგინა მრავალსაუკუნოვანი ქართული სასიმღერო ტრადიციები იუნესკოს კომისიის წინაშე. ეს ისტორია მხოლოდ ბატონი აზორისგან არ ვიცი. ვიცი მეორე მხრიდან და თანაც დეტალურად. მეორე მხარეში კი გულისხმობ ჩემს პროფესიაში, ეთნომუსიკოლოგიაში, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავტორიტეტს. აც გარდაცვლილ გამოჩენილ ამერიკელ ეთნომუსიკოლოგს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიის კათედრის გამგეს და იუნესკოს კომისიის ყველაზე ავტორიტეტულ წევრს, ბატონ დიტერ ქრისტენსენს. წლების განმავლობაში მაკავშირებდა მასთან მეგობრობა, საქმიანი ურთიერთობა და მქონდა პატივი ეს დიდი მეცნიერი ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტი ყოფილიყო. არ დამავიწყდება მისი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის 14 ქვეყანას ჰქონდა გაერთიანებული პროექტი და ძალთა თანაფარდობა ცალსახად მათ მხარეს იხრებოდა, ანზორ ერქომაიშვილმა ისე საოცრად წარადგინა ქართული ხალხური სიმღერა, იოტის ოდენა ეჭვიც კი არ დატოვა, რომ პირველ რიგში სწორედ ქართული მრავალხმიანობა იმსახურებდა იუნესკოს აღიარებასო. როცა საქართველო გამოაცხადეს, აჩვენეს ფრაგმენტი ჩვენი პროექტიდან და როცა ქართულმა სიმღერამ გაიჟღერა, დარბაზი ერთხმად ყველა ფეხზე ამ დამდგარი მიესალმა ჩვენს პროექტს, ჩვენ გამარჯვებულ პროექტს. და ტაშის გრიალში დაიფარა ეს არაჩვეულებრივი სიმღერები, რომლებიც ჩაწერილი იყო ვიდეო ფირზე. დიახ, ნათელა ლაღიძე როცა აიყვანეს სცენაზე სიგელის გადასაცემად ეკრანზე ქართული სიმღერა მიდიოდა. ქალბატონ ნათელას გადასცეს ეს უნიკალური პრიზი. მე იმ დროს დარბაზში ვიჯექი და გულწრფელად გითხრათ, სიხარულისაგან სახეს ვერ უყრიდი თავს. ღიმილი გამექცა. და ყველაფერს ამას რაღაც საოცარი ღიმილით უყურებდი, იმიტომ რომ ჩემზე ბედნიერი კაცი იმ დროს დარბაზში არ იჯდა. გადასცეს თუ არა ქალბატონ ნათელას და მოტრიალდა დაანახა ეს პრიზი საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მოწყდა მქუხარე ტაში დარბაზს და იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა აღიარა პოლიფონიის შედევრად. ეს იყო უდიდესი გამარჯვება, რომელიც მანამდე ქართულ სიმღერას არ მიუღია. საოცარ რაღაცა დამემართა. ამ დროს დარბაზში მქუხარე ტაშია, ქალბატონი ნათელა დგას სცენაზე, გაღიმებული, კაიშირო მაცურა ართმევს ხელს. ეს პრიზი გადადის მაყურებლის ხელიდან ხელში სცენაზე და ჩემ თვალწინ კინოკადრივით გაირბინეს სანდრო კავსაძის, დედას ლევანას, სამუელ ჩავლეიშვილის, ვარლამ სიმონიშვილის, მარო თარხნიშვილის, ნოკო ხურციას, რომელი ერთი ჩამოთვალე ერქომაიშვილების, ბაბილოძების და სხვათა სახეებმა, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ეს სიმღერა. მათი ცოდნენ, რომ ოდესღაც მსოფლიო დაინტერესდებოდა ქართული სიმღერით და აღიარებდა მას. ეს მათ ღმად სწამდათ, მაგრამ ისინი ვერ მოესწრნენ. და მე მათი შთამომავალი მოესწარი ქართული სიმღერის აი ასეთ აღიარებას. ამიტომ ჩემზე ბედნიერი კაცი იმ დღეს იქ არ იყო. რაც შეეხება მის ოჯახს, მინდა უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით ვახსენო ბატონ იანზორის სამი მფარველი ანგელოზი. სამი დიდებული ქართველი მანდილოსანი. უპირველეს ყოვლისა ეს გახლდა დედა, ქალბატონი ეთერი. თავად ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ და შემსრულებელმა სხვებზე უკეთიცოდა რა მძიმე და საპატიო მისია დააკისრა განგებამ მის შვილს. და სწორედ იმ სულისკვეთებით ზრდიდა მას პოეტი რომ ბრძანებს. ქართლის დედაო, ზუზუ ქართლისა, უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა. მეორე მფარველი ანგელოზი კი გახლავთ ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილი. ბატონ იანზორის და, რომელიც აგრეთვე ქართულ ფოლკლორს ემსახურება და მომღერალთა მრავალი თაობის აღმზრდელი გახლავთ. და რომელიც ყოველთვის ფარად იყო გადაფარებული თავის საამაყო და საფისარ ძმაზე და მის ოჯახზე. და რა თქმა უნდა ბატონ იანზორის არაჩვეულებრივი მეუღლე. უნიჭიერესი ქალბატონი ლალის ეთურიძე. ღირსეული პიროვნების ღირსეული მეორე ნახევარი. ერთი მხრივ ერთგული მეგობარი, თანამოაზრე და თანამებრძოლი იმ უკეთილშობილეს საქმეში, რასაც ქართული ფოლკლორის მსახურება ქვია და მეორე მხრივ ნამდვილი ტრადიციული ქართული ოჯახის დიასახლისი. მაქსიმალურად რომ არიდებდა ყოფით წვრილმანებს
თავის სახელოვან მეუღლეს და ყველა პირობას უქმნიდა მუშაობისთვის. მართლაც უღრმესი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან ამ დიდებულ ქართველ ქალბატონებს იმისთვის, რომ თავიანთი უდიდესი სიყვარულით, სითბოთით და მსურველობით მუდამ გვერდში ედგნენ. ძალასა და ენერგიას აძლევდნენ ბატონ ანზორს, რათა მას ასე ბრწყინვალედ და ღირსეულად მოეხადა ვალი თავისი წინაპრების, ერისა და ქვეყნის წინაშე. გვიან დაოჯახდი, საკმაოდ გვიან დაოჯახდი. ამას ჩემმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი, ბევრმა პირობებმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ყავს ერთი შვილი, დათო ერქომაიშვილი და ჩემგან განსხვავებით ის ჟურნალისტობას გაჰყვა. უკვე ბეჭდავს სტატიებს და შესაძლებელია მისგან კარგი ჟურნალისტი დადგეს. თუმცა სიმღერაც შეუძლია და ხატავს სხვათა შორის ძალიან კარგად. ჩემი მეუღლე ლალისა თურიძე. ჩემს ჭირსა დალხინს იზიარებს, არაჩვეულებრივად მომთმენი ქალია. ბევრს ნუ გგონია რომ ანზორ ერქომაიშვილი რახან არის მისი ცოლობა იოლია. პირიქით ძალიან ძნელია ჩემი ცოლობა. აი ჩემი ცოლი ნამდვილი მეუღლეა. ზუსტად უღელს ეწევა მეორე მხარეს, რომელსაც მე ვარ შეჭიდებული. და ეწევა ძალიან ღირსეულად. ჩვენი სტუმარია ტელეიმედის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი ბატონი ელდარ მდინარაძე. მოგესალმებით ბატონო ელდარ. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში ერთად ყოფნისთვის, დღევანდელ გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენ მაინც განსაკუთრებული სიახლოვე გაკავშირებდათ და არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მისთვის და თქვენთვის გაქვთ განხორციელებული ერთად არაერთი უნიკალური პროექტი. რითი იყო გამორჩეული მაინც ასე ძალიან ანზორ ერქომაიშვილი თქვენთვის? ესეთი ადამიანები როგორც თქვენ ღმერთის საჩუქარია. ეს არა მარტო ჩვენთვის, ქვეყნისთვის და საერთოდ თუ ძალიან არ ჩამეთვლება კაცობრიობისთვის. იმიტომ რომ ის ემსახურებოდა ისეთ საქმეს, რომელიც კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს და დღეს ის დამტკიცებულია თავისთავად, როგორც უნიკალური მოვლენა ზოგად საკაცობრიო სივრცეში. ამიტომ აქედან ჩვენ შეგვიძლია ვიანგარიშოთ თუ რა მნიშვნელობის ადამიანი იყო და რა ღირებულების იყო ის ჩვენთვის. ბატონო ელდარ, თქვენ კიდევ სხვა კავშირი გაქვთ ერქომაიშვილებთან, იმიტომ რომ თქვენ დიდი ბებია ყავთ ერქომაიშვილი დავიწყებ აქედან. როგორ დაიწყო თქვენი შეხება ამ დიდ და მართლაც უნიკალურ საგვარეულოსთან, უკვე აი გულისხმობ ისე დიდ ფიგურასთან, როგორც იყო არტემ ერქომაიშვილი. მე როგორც ვიცი, სწორედ ბატონი არტემის მეშვეობით და მის შემდგომ მოხდა თქვენი დაახლოვება ბატონ ანზორთან. საოცარი ამბავი მოხდა. ძალიან პატარაც არ ვიყავი, სადღაც მე-9 კლასის მოწაფე. მე ვცეკვავდი გიორგი სალუქვაძის ანსამბლში, ასე რომ ვთქვათ, სოლისტი ბიჭი ვიყავი და ოზურგეთის თეატრი 2-3 წლის გახსნილი იყო და რაღაც ძალიან დიდი გრანდიოზული ღონისძიება ტარდებოდა იქ. ხო და მიდიოდა გენერალური რეპეტიცია და ერქომაიშვილების ტრიო ძმებს უნდა ემღერათ. არტემს, ანანიას და ლადიკოს. და ანანია იგვიანებდა თბილისიდან მოდიოდა, ასე რომ ვთქვათ. ხო და მისი მონაკვეთები გამოტოვეს და რეპეტიციები მიდიოდა ჩვეულებრივად. და მე რომ რაღაც ჩემი ცეკვის რაღაც მონაკვეთი მორჩი, კულისებში გავედი და იქ არტემი იჯდა. პარტერში კი არ იჯდა, არამედ კულისებში იჯდა და უყურებდა ამ რეპეტიციას. უცებ მეუბნება, რას გვარის ხარ ვიძიე შენ? მე ვთხარი მდინარაზე ვარ. ვაგიჯვრის? ხო, ვაგიჯვრის, ხო. მე ხო ვიცოდი რომ დიდი ბებია ერქომაიშვილი მყავდა და უთხარი რა, რომ მე ვთხარი ჩემი დიდი ბებია ერქომაიშვილი იყო მეთქი. დიომიდეს რა ხარ შენ? მე ვთხარი ბაბუა ჩემი ძმა თქვა და წამოედგა ესე და ჩემიანი ყოფილიყარ. დიომიდე ერქომაიშვილი ცნობილი მომღერალი, მართლაც ერთ-ერთი დიდებული შემსრულებელი. ძალიან ცოტა უდისციპლინო კაცი იყო, ასამბლეებში ეძებდა, მაგრამ ნუ ცნობილია ეს ამბავი, რომ ძალიან ნიჭიერი და მაგარი მომღერალი იყო. ამ დროს არ გაესულა რაღაც ცოტა ხანი და მოვიდა ანანიას და მოყვა ბადრი, თოიძე და ანზორი.
ნუ ხანძურს ვიცნობდი, მაგრამ ბადრის ადრე გავიცადი ბახმაროდან, ასე რომ ვთქვათ რა და მომესალმა და არტემმა უთხრა რომ იცნობო ჩემზე რაღაცა და კიო იქო ლამპარზე მაგანო ციმციმას დავლა გააკეთა აჭარულში იყო ესეთ ციმციმაგი ლეგენდარული მოცეკვავე აჭარელი ხო არ ვიცი რამდენად გამომივიდა ციმციმას დავლა მაგრამ ეს ცნობილი დავლა იყო და ამ კაცო ბებია ერქომაიშვილი ყავდა დიდი ბებიაო რო იცოდეთო რა და ეს არ ვიცოდიო რაღაცა და ამ დროს ასე გავიცანი ანზორის შენ ჩემიანი ყოფილხარო ანზორმაც ისევე მითხრა იმ დღიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრება რა არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი რომ სადმე მე და ანზორს ერთმანეთი დაგვინახა რა მიუხედავად იმისა რომ ასაკში სხვაობა იყო რომ ჩემთან თბილი საუბარი და მეგობრული და ახლობრული და როგორც ახასიათებდა მას ეს ხო ცნობილი ტბილი კაცი იყო საერთოდ უკეთილშობილესი ნამდვილად აი ესე დაიწყო მაგრამ შემდეგ უკვე ეს გადაიზარდა ძალიან აქტიურ საქმეებში განსაკუთრებით შვიდკაცაში რომელსაც ჩემი ოსტატი სოსო ჩხაიძე იღებდა და მე მისი შეგირდი და ასისტენტი დაყვებოდი რა და სცენარზე მუშაობის დროს და ასე შემდეგ ძალიან დავახლოვდით რა. მე ისე მოხდა რომ ეს ფილმი, ეს შვიდკაცა, ნუ გენიალური ფილმია თუში მეცხვარე, მაგრამ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული. აი ბატონი აზური სწორედ ასე განიხილავდა და აი ესე ელოდებოდა მინდა გითხრათ სამწუხაროდ აი ვერ მოესწრო სიცოცხლეში ის არის ეპიზოდები მე შემიძლია თამამ თქვა რაღაცა გამიგება კინოში, ეს სოფლიო ეს შედევრი აღარ ქვია მაგას რა. საერთოდ სოსო ჩხაიძე აღმომჩენი კაცია კინოში და და უდიდეს რეჟისორი და თქვენ ერთად მუშაობდით. აი რა თქმა უნდა. ნუ მე მოხდა ისეთი რაღაცა რომ სოსო ცუდად გახდა და სიკვდილის წინ მე დამიტოვე ეგ სურათი რა რომ დამისრულებინა. მე რაღაც ისე მოხდა დავასრულე 2 სერია ანზორმა ნახა და რეზო ჩხეიძემ და ნუ ძალიან შემაქეს ასე რომ ვთქვა. ხო და მე რაღაც ისე რაღაც გაუგებრობა მოხდა და ეს სურათი დავტოვე ასე რომ ვთქვა და ნუ დღემდე ეს არ არის დაუსრულებელია ეს იყო როდის დიდი ხნის წინათ. ამას კანისტი და ანზორი ძალიან ხშირად ქონდა ამ თემაზე საუბარი რა. იმდენი ვისაუბრეთ მოკლედ რომ დაგვეხატა ახალი ფილმის იდეა რა. ეს ხდებოდა 10 წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ანზორის 80 წლის თავი გადაუხადა ქართულმა გალობამ, ეს ასე ვთქვა, ინკოგნიტოდ, იმიტომ თვითონ წინააღმდეგი იყო ასეთი რამეების. სიურპრიზი იყო მისთვის არ ელოდებოდა. რა თქმა უნდა არ ელოდებოდა. მაგრამ დიდებული იუბილე გამოვიდა მართლა. ხო და მშვენიერი და მე შემდგომ თბილისში მასთან სახლში ყვებოდა ამ ეპიზოდებს და ძალიან გახარებული იყო. განსაკუთრებით იყო ძალიან აღელვებული ანა გოთუას და ვანო ჩხარტიშვილის აი ამ თავისი ძვირფასი დამოკიდებულებით ანზორის მიმართ. მე ეს საუბარი რაღაცა რომ დამთავრდა. უცებ მომიბრუნდა და მითხრა ჩვენ საქმეს რა უყოთ და რა ვქნათ. ლაპარაკი იყო იმ სურათზე, რაც შაფიქრებული ქონდა რა და მართლაც აი ძალიან ანთებული იყო მე მახსოვს აი ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში სიცოცხლის აი ეს იყო ერთ-ერთი მისი მთავარი, ასე ვთქვათ, გატაცება და მთავარი საქმე. ეს ჩემი ახლა მთავარი საქმეაო. საერთოდ ანზორზე საუბარს ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, მაგრამ ვერიდები რაღაც ისეთ რამეებს, რაც ესე იგი პროფესიონალურად ჩემი ამბავი არ არის და ეგ შენი ამბავი უფრო არის რა. მისი ღირებულებები და მისი საქმე და ასე შემდეგ, როგორც მუსიკოსის და ლოტბარის და ასე შემდეგ, შენ უფრო კარგად იცი. მაგრამ არის იქ რამდენიმე მომენტი, რომელზედაც მე მინდოდა რომ თქვათ ამომეღო იმ სცენარიდან რამდენიმე მომენტი, რომელსაც დრამატურგიული დატვირთვა აქვს, ასე რომ ვთქვათ. მაგალითად
თვითონ ხო მორიდებული კაცი იყო საშინა. ძალიან მართლაც. საოცრად თავდაბალი. ხო და წერილები აქვს მას იმ ადამიანებს, რომელიც ქართული კულტურის საყრდენები იყვნენ. აღარ რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა და ასე შემდეგ და ბევრი რომ ვისაუბრეთ, ბოლოს მითხრა ელდარი. ძამა ძალიან დიდი ხალხი და ისეთი ადამიანებთან მქონია საქმე. აი გულწრფელად ვამბობ და ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ ასე მითხრა. არტემის ხელა მე არავინ არ შევხედრია ცხოვრებაში. აქ მინდა ერთი პატარა ეპიზოდი გავიხსენო ამ ფილმიდან. უბრალოდ სად არის ფილმი ჯერ ახალზე ეს ყველაფერი. ესეთი რამე, როდესაც არტემი ეუბნება ანზორს, რომ უკვე არტემი ცუდად არის რა. გაიპარსა რაღაც თურმე და გამოეწყო კარგად და ფოტო განამიღეო და თუ ცუდი გამოვიდა არავის არ ანახო. იმიტომ რომ კაცი რო გნახავს ის მომავალი სტამავლობა ეს სიამოვნოს უნდა და რაღაცა. იქო უჯრაში ორი ბაბინაო რა. და მე ვიციო რა რომ გალობელი აღარ დარჩა არავინო და იძულებული გავხდიო ჩემი გასასვენებელი წესი რიტუალი მე თვითონ ჩავწერე სამივე ხმაო და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ერთხელ სადღერძელოში ანზორს ისე მოვეფერე და უთხარი შენ რა გენაღლება ისეთ ვარსკვლავს ეყარ დაბადებული რომ არ იყავი უკვე გისნობდე თქო რა მართლაც მასე იყო ისეთი შთამომავლობის გამძლებელი კაცი იყო რა რაღაცა მაგრამ იმის გარდა რომ მიიღო ეს უზარმაზარი სკოლა და სიკეთე მიიღო უზარმაზარი თვითი ერთი კაცი იყო გურული მგალობელი რომელმაც დაინახა რომ გარდაიცვლებოდა ვერავინ ვერ უგალობებდა აი ეს მიიღო ანზორმა და აქედან დაიწყო და დღეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ სადავართ მასში და მსოფლიო ამას აღიქვამს როგორც კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს ამის თქმა მინდოდა ერთი რამ მინდა თქვა აქამდე გქონდა საუბარი ჩვენ მართლაც აი უნიკალურ სულ მცირე 300 წლიან დინასტიაზე ერქომაიშვილების და საბედნიეროდ ეს დინასტია დღესაც ცოცხალია მიუხედავად ანზორ ერქომაიშვილის სასულისა ანზორი გახლდათ შვილთაშვილი გიგო ერქომაიშვილისა და ახლა ჩვენი შოუ სტუდიაში მე მინდა მოვიწვიო შვილთაშვილის შვილი გიგო ერქომაიშვილისა კერძოდ თქვენს მიერ ნახსენები დიდი მომღერლის ლადიკო ერქომაიშვილის შვილთაშვილი არაჩვეულებრივად ნიჭიერი გოგონა მარიამ ერქომაიშვილი რომელიც იყო აი მართლაც გულის მალამო ბატონი ანზორის როცა უხასიათოდ იყო აი ბოლო წლებში ბოლო თვეებში სწორედ აი მარიამის სიმღერა იყო მისი ყველაზე დიდად ასე ვთქვათ გამხარებელი და სტიმულის მიმცემი და ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა მინდა ვთხოვო მარიამ შეასრულოს თავის მასწავლებელთან ბატონი ანზორის შეგირდთან ცნობილ მომღერალთან და ანსამბლ რუსავის სოლისტთან დათო გველესიანთან ერთად და ეს სიმღერა შემთხვევით არ შემირჩევია ეს არის არაჩვეულებრივი პიროვნების კიდევ ერთი დიდი ფიგურის რომელიც ძალიან დააკლდა ხალხურ სიმღერა გალობას ეს არის ბატონი გომარ სიხარულიძე უახლოესი მეგობარი ანზორ ერქომაიშვილის და აქვე ვიტყვი რომ თქვენ გაქვს ძალიან ახლო კავშირი ამ შემთხვევაში გომარ სიხარულიძესთან იმიტომ რომ დიდი ბები ერქომაიშვილი იყო და თქვენი და ბატონი გომარის დედა კიდე მდინარაძის ხალი იყო ასე რომ ყველანაირად ორგანულია ეს ყველაფერი და მოდი ვთხოვოთ ამ უნიჭიერეს ადამიანებს რომ ერთი მშვენიერი სიმღერა აჟღერონ ჩვენს გადაცემაში
ბატონო, მე ჯერ ერთი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ აი ამ თქვენი ფილმიდან წინასწარ გამოიმეტეთ ჩვენი გადაცემისთვის ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეპიზოდი, რომელსაც თქვენ ასე დაარქვით, ორი მთაწმინდელი. თუ რას ნიშნავს ეს და რას უკავშირდება, თქვენის ნებართვით მე აი ამ თქვენს მიერ მოწოდებულ უნიკალურ ფოტოს გავუშვებ ახლა ეკრანზე და დანარჩენი თქვენ ამას გაცილებით უკეთ ეტყვით ჩვენი შოუს მაყურებელს. ბატონები მერაბ კოსტავა და აზორ ერქომაიშვილი. ისტორია შემდეგშია. ესე იგი, ჩვენ თითქმის მთელი ეპიზოდები ერთად გავიარეთ მე ზანზურმა. ამ სურათის ეს არ არის ერთსერიანი სურათი, ეს არის 12 სერია. არის ეპიზოდები, რომელიც ანზორის წასვლის შემდეგ შევიდა ამ სცენარში, რა. მე დავიწყე კიდე დამატებით მასალების მოგროვება და ძალიან ბევრი ადამიანი მყავდა ჩანიშნული, რომელთანაც მინდოდა შეხვედრა იმის გამო, რომ ანზორსიდან ვიცოდი მათ. ერთ-ერთი იყო არის მიშო ჯავახიშვილი. რომელსაც ერთი სიმღერა უკვე შეასრულა და საფინალო სიმღერისთვის აქ ემზადება კიდევ. მინდოდა რომ რაღაც დამატებითი ინფორმაცია დაურეკე და მოვიდა ჩემთან რა და მოყვა კიდე ერთი მეგობარი მე შამნაბადის ხელმძღვანელი დათო ცინცაძე მეგობარი ხო დიახ ხო და რაღაც საუბრებში იმაში ეს ფოტო გააზრო რა რო შევხედე სუად გავხდი იმიტომ რომ მე ვიცოდი ისტორია საქმე ეხება შემდეგს რა. ანზორ ერქომეიშვილს რაღაც ქონდა რაღაც ისეთი რა. რომ ადამიანების მიმართ ესე იგი საოცარ დობას და სიყვარულს და პატივისცემას და ბევრ რამეს უცებ შექმნიდა მის გარშემო. ქართულმა ემიგრაციამ ბევრი ხალხი ჩადიოდა იქ. არჩია ანზორი.
და მიცა დამოუკიდებლობის აქტის დედანი. ეს საუბარია ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდზე. რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი დიდ ხიფათთან იყო დაკავშირებული. რა, ეს გზა როგორ შემოიტანა მან ეს ამბავი და რაღაცა ეს ალკე ისტორია, მას მოუყვებით ფილმში, მაგრამ ნუ შემოიტანა და ინახებოდა მასთან. რაღაც მერაბი გამოჩნდა ახლა. შემდეგ როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა და რაღაცა ანზორმა ეს ყველაფერი ადგენა უთხრა რომ იმიტომ რომ თუ ეს საბუთი არ აქვს შენ ამდენის არ უნდა იზახო და იქ გაზეთებში კი წერია რაღაც ის არის დოკუმენტი თავარი ამბავი რასაც დაეფუძნა შემდგომ აი ეს განგრძობადობა ჩვენი სახელმწიფოებრივ შემოიტანა საზღვარზე რა ანზორმა და ინახებოდა თავისთან ეს ადგენა მიცა მერაბს ნუ ახლა წარმოიდგინეთ რამოდენად დასაყრდენი მიცა ხელში ეროვნულ მოძრაობას რომ იქ იწყება დიდი ამბები რა რამოდენიმე ხანში მერაბი ეუბნება ანზორს ვარავ ეს ისე ჯობია შენთან იყოს მე რა ვიცი რა როგორ და რაღაცა რამე არ დაემართოს ამას და ისევ წაიღო უკან რა ესე რამხელა ნდობა ქონდათ ერთმანეთი როგორ იცოდნენ ერთმანეთის ფასი კრიტიკულ მომენტში აი ეს ორი ბუმბერაზე პიროვნება მართლაც ორი ეპოქალური ქართველი აი ერთმანეთს დაეყრდნო და ეს ყველაფერი როგორც ჩანს ამ ისტორიაში და სხვა შორის ზუსტად აირეკლება ეს აი ამ ფოტოში საქართველოს ორი უდიდესი საყრდენი რა და მართლაც ორი მთაწმინდელი რომელიც სულად დამსახურებულად განისვენებენ ახლა მთაწმინდის პანთეონში ერთი მინდა დავამატო რა აზორი მზეზე რო ვიყავ, შეიძლება მოდიოდა ჩემთან და იმ პერიოდში გიორგი კალანდიამ, ნუ მე მივიღე სამსახურში და რაღაცა შევატყვე, რომ უნიჭერის ბიჭი იყო რაღაცა და დავაწყებინეთ, მოკლედ დავიწყეთ თურქეთის საქართველოს ციკლი, ასე რომ თქვა და ძალიან მოწონდა რა. მე დროთა განმავლობაში ხშირად მეკითხებოდა ამ გიორგი კალანდიას რა. მე ვთხარ მე გეტყვი მეთქი ვინ არის ეს კაცი. უკვე მუზეუმის დირექტორია. გიორგი კალანდია. მეთქი ეს არის დაბადებული როგორც მოღვაწე. ეს ვერ გაჩერდება, ისეთი კაცია. იმის გარდა რომ არის წინვალე ისტორიკოსი, შესანიშნავი რეჟისორი და ნუ ამ საქმის ოსტატი და რამე მეთქი ეს დიდი მასშტაბის ადამიანი. მოღვაწე კაცია ანზორ თქვა. მოღვაწე თქვა რა. დაინახავ მეთქი რა ხო. ადის ცოტა თურმე მეკითხება იმის გამო რომ ერთშენია დღეს მეუბნება რომ გადავწყვიტეო რა ქვეყნის მასალები მაქვს და სხვადასხვა მუზეუმში და სადღაც რომ ეს დავაბინავო რა და გადავწყვიტეო რომ გიორგის ხო რომ ეს აი ეს აქტი გადაცემული იქნა ესე იგი მისცა გიორგის მუზეუმს ასე რომ თქვა რა და ეს დიდი საქმეა ჩემთვის ძალიან სასიხარია გიორგი მართლაც უნიჭერის და ღირსეული კაცია ბატონო ელდარ, მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ და მოუთმენლად ველოდები მე პირადად აი ამ ფილმზე მუშაობის დაწყებასაც. მით უმეტეს რომ მაქვს პატივი რომ მეც ვიყო ჩართული თქვენთან ერთად და ის თქვენ მონაწილეობთ ამ სცენარში ხართ. კი ბატონო. და ნება მიბოძეთ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა იმ სიმღერით, რომელიც გახლავთ არამხოლოდ მშვენება ქართული პოლიფონიური აზროვნებისა, ის თავისი შინაგანი განწყობით ყველაზე მეტად ეხმიანება იმ საოცარ სამყაროს, რომელიც შექმნა ქართველმა კაცმა, გურიამ, შექმნა ერქომაიშვილების მართლაც განუმეორებელმა დინასტიამ და რომლის ყველაზე უფრო რთული, იშვიათი ვარიანტების საუკეთესო მცოდნე გახლდათ აზორ ერქომაიშვილი და მოდით მის შეგირდებს. ანსამბლ რუსთავის დღევანდელ ფორმაციას დავუთმოთ ჩვენი შოუს სცენა და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ხასან ბეგურათი.
ხლავად გურულები ბრძოლა ქონდა სულფეშტელო აბადელო ვოტელა დიდი მადლობა ანსამბლ რუსთავს, უღრმესი მადლობა თქვენ ბატონ ელდან და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ანზორს. აი ამ უდიდესი ეპოქისთვის, რაც მან შექმნა. სიამაყით ახსავსე წლებისთვის და იმ მართლაც უძვირფასესი მემკვიდრეობისთვის, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ ქართველებს. დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე.